პანიკას უფევს ირანში, სადაც რევოლუციური გვარდია და რეგულარული არმია ერთმანეთს უპირისპირდებიან ტრამპის ზეწოლის, შეერთებული შტატების ბლოკადის და ინტერნეტის გათიშვის ფონზე, რაც რეჟიმის შიგნით ბზარის დამალვას ცდილობს. ამ ხუთშაბათს, 2026 წლის 21 მაისს, თეირანიდან, ტაბრიზიდან, ისფაჰანიდან, ავაზიდან და სხვა მგრძნობიარე რეგიონებიდან მიღებული ცნობები არჩვენებს, რომ კრიზისი უკვე აღარ არის მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს გარეთ და არც მხოლოდ ბირთვული მოლაპარაკებების მაგიდაზე. დაძაბულობა ეხლა უკვე თავად ირანის სამხედრო მანქანის შიგნით ჩანს. როდესაც გვარდია არმიის სექტორებს ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს, ოფიცრებს აკავებს და ცდილობს გააკონტროლოს ჯარები, რომლებიც როგორც ჩანს უკვე აღარ ემორჩილებიან ჩუმად. და როდესაც რეჟიმს საკუთარი ჯარისკაცების მეთვალყურეობა სჭირდება, ტრამპი გარედან აჭერს და მოსახლეობა შიგნით ბნელში რჩება, კითხვა გარდაუვალია. ირანი ისტორიული ომის წინაშე დგას. გარე ომი თუ შიდა ჩამოშლა. რევოლუციური გვარდია ჯერ კიდევ აკონტროლებს ირანს თუ უკვე იწყებს კონტროლის დაკარგვას. ტრამპი ხედავს, როგორ იბზარება რეჟიმი შიგნიდან ყველაზე სუსტი მომენტის დროს. ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა აუცილებლად უნდა გამოიწერო არხი, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, ალვესის სანდოობის სტანდარტით. რევოლუციური გვარდია შეიქმნა იმისთვის, რომ დაეცვა რეჟიმის პოლიტიკური ძალაუფლება და არა მხოლოდ საზღვრების დასაცავად. რეგულარულ არმიას სხვა წარმოშობა, სხვა ფუნქცია და სხვა ურთიერთობა აქვს მოსახლეობასთან. ამიტომ ამ ორ ძალას შორის დაპირისპირება ასე მნიშვნელოვანია. შიდა წყაროების მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გვარდიის მეთაურებმა არმიის ოფიცრები და ჯარისკაცები ერთობლივი სამხედრო ობიექტებიდან გააძევეს. მათ ნაწილი მათგანი დაადანაშაულეს სარაკეტო ბაზებსა და დრონების სტრუქტურებზე ინფორმაციის, ისრაელისა და შეერთებული შტატებისთვის გადაცემაში. ამის შემდეგ დაიწყო ლოკალური დაპირისპირებები, ორივე მხარეს იყო მსხვერპლი და დააკავეს არმიის ათეულობით სამხედრო. რეჟიმი ცდილობს ამას როგორც ცალკეულ შემთხვევას ისე მიუდგეს, მაგრამ პოლიტიკური სიგნალი მძიმეა. როდესაც ერთი შეიარაღებული ძალა მეორეს ეჩვის თვალით უყურებს, პრობლემა მხოლოდ ოპერაციული აღარ არის. საქმე უკვე სარდლობას, ერთგულებასა და გადარჩენას ეხება. რევოლუციური გვარდია ყოველთვის ხელისუფლების მკაცრი ხელი იყო. გამოიყენებოდა პროტესტების შესაკავებლად, ოპონენტების დასაშინებლად. რეგულარული არმია ეროვნული ინსტიტუციის იმიჯი აქვს, მიუხედავად რეჟიმის ზეწოლისა. ეს განსხვავება ხსნის, რატომ აშინებს ეს დაპირისპირება თეირანს ასე ძალიან. ეს აჩვენებს, რომ ავტომატური მორჩილება უკვე აღარ ჩანს ასე გარანტირებულად. ასევე დასახელებული ქალაქები ზრდიან ამ შემთხვევის მნიშვნელობას. თეირანი პოლიტიკური ცენტრია, თაბრიზი აქვს პროტესტის ისტორია და რეგიონული ძალა. ისფაჰანი მდებარეობს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ სენსიტიურ ტერიტორიებთან ახლოს. ვაზი მდებარეობს რეგიონში, რომელიც ადგილობრივი დაძაბულობითა და არაბულ-ირანული მოსახლეობით გამოირჩევა. როდესაც შეტაკებების შესახებ ცნობები ასეთ განსხვავებულ ადგილებში ჩნდება, შიში იზრდება, რადგან საქმე არ ეხება სადღაც შორეულ ყაზარმაში მოხდარ კამათს. პრობლემა ვრცელდება მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, რომლებიც უსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკისთვის, ლოგისტიკისთვის და შიდა კონტროლისთვის მნიშვნელოვანია. ინტერნეტის გათიშვა ყველაფერს რეალურ დროში დადასტურებას ართულებს, მაგრამ ამავდროულად რეჟიმის მეთოდსაც აჩვენებს. კომუნიკაციის გაწყვეტა მშვიდი ძალის ნიშანი არ არის. ეს არის მთავრობის შიშის ნიშანი. შიში იმიჯის, შიში ვიდეოს, შიში გაჟონვის და შიში იმისა, რომ მოსახლეობამ გააცნობიეროს კრიზისის მასშტაბი. ნეტბლოქსის მონიტორმა განაცხადა, რომ ირანში ინტერნეტის გათიშვა უკვე მე-12 კვირაში შევიდა, რაც დაახლოებით 90 მილიონიან ერს შეეხო და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე ცდომა შეზღუდა. ეს კომუნიკაციის ბლოკირება ემსახურება იმას, რომ მოსახლეობამ ვერ დაინახოს რეჟიმის შიდა ბზარები. ასევე ის ართულებს პროტესტის კორტების კოორდინაციას. ის ემსახურება დაპატიმრებების, სამხედრო გადაადგილებებისა და შეიარაღებულ ჯგუფებს შორის კონფლიქტების დამალვას. მაგრამ იძულებითი სიჩუმე კიდევ ერთ ეფექტს იწვევს, ის ზრდის უნდობლობას. როდესაც ადამიანები ვერ ესაუბრებიან ნათესავებს, ვერ ამოწმებენ სიახლეებს, ან ვერ აქვეყნებენ ფოტოებს, იზრდება შეგრძნება, რომ რაღაც უფრო დიდი იმალება. სანამ ეს ირანში ხდება, ტრამპი გარედან ზეწოლას აგრძელებს. 2026 წლის 20 მაისს მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს ირანს ბირთვული იარაღის ქონას და გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი შეიძლება უფრო ძლიერი დარტყმით უპასუხოს თუ შეთანხმება არ იქნება. ეს განცხადება გაკეთდა იმ დროს, როდესაც მოლაპარაკებებს გადაწყვეტილებასთან ახლოს მიიჩნევდნენ, თუმცა შეთანხმების გაფორმების გარანტია არ იყო. დონალდ ტრამპმა არჩევანი მაგიდაზე დადო. ან თეირანი მიიღებს სერიოზულ დოკუმენტს ბირთვულ პროგრამაზე, ან ამერიკის მხრიდან ახალ ესკალაციას შეეჯახება. საზღვაო ზეწოლა ამყარებს ამ სტრატეგიას.
იმავე დღეს შეერთებული შტატების სამხედროებოებმა ომანის ყურეში ბორტზე ავიდნენ ირანულ კომერციულ ნავთობ ტანკერზე MT Celestial-ი, ამერიკული ბლოკადის დარღვევის ეჭვის საფუძველზე. გემი გაჩხლიკეს, გაათავისუფლეს და დაარიგეს, რომ შეცვალოს მარშრუტი, აცხადებს შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა. ეს აჩვენებს, რომ ბლოკადა მხოლოდ სიტყვებში არ არის. რევოლუციური გვარდია ცდილობს უპასუხოს, ჰორმუზის სრუტეში კონტროლის ილუზიას ქმნის. ირანმა განაცხადა, რომ ომანთან ერთად მექანიზმის შექმნას ცდილობს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ისაუბრა გემების მოძრაობის პროტოკოლებზე. მოლაპარაკებაც ამ შიშის თამაში შედის. პაკისტანმა შეერთებულ შტატებს ირანის განახლებული წინადადება წარუდგინა, რათა კონფლიქტის დასრულებას სცადოს. თუმცა როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია ძირითადი საკითხების გამო. ბირთვული პროგრამა, ჰორმუზის სრუტის კონტროლი, საზღვაო ბლოკადის დასრულება, ომის ზიანის ანაზღაურება და ირანული ნავთობის გაკიდოების აღდგენა. თეირანი დათმობამდე შეღავაც ითხოვს, ტრამპი კი დათმობას ითხოვს, სანამ შეღავაც მისცემს. ამ ჩიხში გვარდია ცდილობს ძლიერი გამოჩნდეს. ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ისაა, რომ რეჟიმი ერთდროულად ორ ზეწოლას აწყდება. საზღვრებს გარეთ შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ბლოკავს მარშრუტებს, ტრამპი სრულ პასუხს ითხოვს და რეგიონული მოკავშირეები ფრთხილად მოქმედებენ. ირანის შიგნით ჩნდება ცნობები შეიარაღებულ დაპირისპირებაზე გვარდიასა და არმიას შორის, ოფიცრების დაპატიმრებებზე და სტრატეგიული ინფორმაციის გაჟონვის შიშზე. ეს კომბინაცია საშიშია, რადგან დახურული რეჟიმები გარკვეული დროით შეძლებენ გარე კრიზისის გადატანას, მაგრამ ბევრად უფრო მეტად იტანჯებიან, როცა ეჭვი თვითონ უსაფრთხოების სისტემაში აღწევს. რევოლუციური გვარდია იცის, რომ შიდან დობის დაკარგვა ნიშნავს პოლიტიკური კონტროლის დაკარგვას. ამიტომაც რეაგირებს დაპატიმრებითი თებებით, მეთვალყურეობითა და ბრალდებებით. ჯარის ოფიცრები, რომლებიც ინფორმაციის გაჟონვაში დაადანაშაულეს, მიზანში ექცევიან, რადგან გვარდია ნებისმიერ ბზარს ეგზისტენციურ საფრთხედ ავიქვამს. თუ რეგულარული ჯარი იწყებს წინააღმდეგობას გვარდიის ბრძანებებისადმი, ან უარს ამბობს ოპერაციებზე ირანის ქალაქებში, რეჟიმი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება იდეოლოგიურ დანატიურ დანაყოფებზე, შიდა მილიციებსა და სადაზვერვო სამსახურებზე. ეს იწვევს მეტ რეპრესიას, მეტ პარანოიას და შეცდომის მეტ შანსს. რეგულარული ჯარიც ერთიან ბლოკად არ ჩანს. როგორც ცნობები მიუთითებს, არსებობს ჯგუფები და სექტორები, რომლებიც გამოხატავენ წინააღმდეგობას, გაღიზიანებას და უნდობლობას. შიში სუფევს სწორედ იმიტომ, რომ ეს არ არის გამოცხადებული ბრძოლა დასაწყისით, შუაგულით და დასასრულით. ეს არის გაფანტული შიდა დაპირისპირება, სადაც სტრუქტურის ნაწილები საზღვრებს ცდიან, აკვირდებიან რეაქციებს და ზომავენ ვინ ვის ემორჩილება. როდესაც ხელმძღვანელობას უწევს ინტერნეტის გათიშვა, სამხედროების დაპატიმრება, ინფორმაციის კონტროლი, შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკება და საზღვაო ბლოკადაზე პასუხის გაცემა, ის კომფორტულ მდგომარეობაში არ იმყოფება. თუ დაპირისპირებები იზოლირებული დარჩება, თეირანი შეეცდება მათ ჩახშობას დაპატიმრებით და ბებითა და ინფორმაციული ბლოკადით. თუ ახალი შეტყობინებები სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება, რეჟიმს ენერგიის გაყოფა მოუწევს ტრამპთან მოლაპარაკებასა და საკუთარი ჯარის კონტროლს შორის. კრიზისი მძაფრდება, რადგან შიში ადგილს იცვლის ცვლის. ადრე თეირანი ცდილობდა შიში გაევრცელებინა გარეთ ბირთვული მუქარით. ეხლა შიში ჩნდება თავად იმ სტრუქტურაში, რომელმაც რეჟიმი 10 წლების განმავლობაში შეინარჩუნა. რევოლუციური გვარდია შეიძლება კვლავაც ძალის დემონსტრირებას აგრძელებდეს, მაგრამ როცა მას სჭირდება არმიის მეთვალყურეობა, ინფორმაციის გაჟონვის აღკვეთა და საკუთარი ქვეყნის სამხედროების დაპატიმრება, სიგნალი ნათელია. ძალაუფლება ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ უკვე აღარ სუნთქავს იმავე თავდაჯერებით. მე ვარ მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.